ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ 2022 წლის ანგარიში წარადგინეს. ღონისძიებაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიური უმცირესობების ქონებრივი პრობლემები. უფრო მეც ჩვენი ჟურნალისტი ელენე ქორქია გვეტყვის, ის ესწრება ამ ღონისძიებას. ელენე, შენ ეთერში ხარ. დიახ, მაგდა, ღონისძიებაზე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რა გამოწვევების წინაშეც დგანან დღეს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები. მომხსენებლებმა გამოიყენეს სხვადასხვა მაგალითები, რომლებითაც გვანახეს, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებები ხშირად ირღვევა და ასევე მათ ისაუბრეს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეც. ასევე ჩვენთან საუბარში მომხსენებლები ამბობენ, რომ ეს პრობლემა ადრეც არსებობდა და დღესაც არ აღმოფხვრილა. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ერთ-ერთი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ რწმენის თავისუფლება რეგრესიისკენ მიდის. ასევე მან თქვა, რომ ძალიან კარგია, რადგან საქართველოში არსებობს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ ადამიანების უფლებებზე და მათ შეუძლიათ, რომ მივიდნენ და აფიქსირონ საკუთარი აზრი და პრობლემის გადაჭრების გზებზეც იფიქრონ. ის ფიქრობს, რომ ცვლილებისთვის აუცილებელია კონსტიტუცია იყოს დაცული, სადაც წერია, რომ ყველა რელიგია არის ერთმანეთის თანასწორი და პრივილეგირებული არც ერთი არ არის. ეხება 2022 წლის მოვლენებს და ფაქტებს. მთავარი სათქმელი, რაც გვაქვს ამ ანგარიში არის, რომ ის სისტემური პრობლემები, რომლებიც არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს აწუხებთ წლებია, ყველა მათგანი არის გადაუჭრელი. ეს არის მათი ქონებრივი პრობლემები, რომ ვერ იბრუნებენ ისტორიულ ქონებას, რომ დაბრკოლებები ექნებათ ახალი ნაგებობების მშენებლობაში. დისკრიმინაცია არის კანონმდებლობაში, როდესაც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს გარკვეული უფლებებით და პრივილეგიებით. ეს ყველაფერი პარლამენტს არ ქონია მცდელობა, რომ აღმოეფხვრა. შემიძლია ვთქვა, რომ რელიგიის რწმენის თავისუფლების საკითხი არ არის პროგრესირებადი, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის რეგრესირებადი. პირველი პრობლემა, რაც შეიძლება ვთქვა, ეს არის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და უმაღლესი პიროვნებების, სახელმწიფო პიროვნებების მიერ ჟღერდება ისეთი მესიჯები, რომ საქართველოს სიძლიერე დამოკიდებული არა სახელმწიფო სტრუქტურებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე, არამედ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი რელიგიის ირგვლივ